მიხარია რომ ვიმყოფებით დღეს ერთ-ერთ ძალიან კარგ ქუთაისურ ოჯახში და გამორჩეულად კოლორიტულ უბანში საფიჩხიაზე, ხომ? აი ლელა ასათიანი არის ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მთავარი გმირი და მისი ოჯახი და ის თქვენი ოჯახური ტრადიციები ჩვენ ძალიან გვაინტერესებს. აი რა ტრადიციებს უკავშირდება, როგორ ხდება თქვენი ოჯახი ამ ახალ წელს? ჩვენი ოჯახის ტრადიციებიდან გამოვყოფ განსაკუთრებით ფუსფუსს, რომელიც ეხება ოჯახური ხელსაქმე. და ეხლა რაში მდგომარეობს? აუცილებლად კეთდება საახალწლოდ ჩვენი ხელნაკეთი, იკერება თოჯინები, იქნება ჩანახატები, იწერება ლექსები და ეს ყველაფერი ერთმანეთთან შეთანხმებული, ერთმანეთთან გააზრებული და ჩახუტებული. ეს არის განსხვავებული, ვფიქრობ, საახალწლო მზადება. თორე ხარ შეეხება საცივი, გოზინაყი და ასე შემდეგ, ბუნებრივი არის ხა ყველა ქართულ ოჯახში ეს არის ქართული და არის აუცილებელი, ფასდაუდებელი, დროს უძლებს ეს ტრადიცია, ადამიანი ყველაფერს მოიკლებს და ურმარილოდ, ასე ვთქვათ, იმერულად გამორიცხული არის, რომ არ შეხვდეს სავსედ, ხვავრიელად, დოვლათიანად. ეხლა მე ჩემი გამორჩეული ხელწერა არის ეს, მინდა გისხათ, მორთულ მოკაზმულობა. მქონდა წლები, პერიოდები, როდესაც საკუთარი ხელით ნაქსოვი ნაძვისხეები დავდგი და ეს ყველაფერი ჩემი გოგოებთან ერთად ჩვენი, ანუ იმ სიყვარულით, სიფაქიზით, სათუთით, რაც უკვე აი ამდენი ხანია წლებს უძლებს ეს ყველაფერი. მე პატარა გოგო ვიყავი, მე და დათო რო შევუღდით, ძალიან პატარა ვიყავი და ასე 20 წლის ასაკში უკვე 3 შვილი მყავდა. კი ბატონო, მოქანდაკი არის დათო ასათიანი. ეხლა ამ წუთში თავისი პროფილით მუშაობს და ჩვენი სახსარიც და ჩვენი ყველა შესაძლებლობაც, ანუ მასია დამოკიდებული. ამამთილი მურთაზ ასათიანი, ცნობილი სპორტის ოსტატი, ასევე ქალბატონი ნარგიზა ხეცურიანი, ასეთი დედობრივი მზრუნველობით ნამდვილად გამოირჩევა და ნუ ეს ფუძე ასე არის, ამ ფუძეზე მე ჩემი მეუღლე 3 შვილი. ვიტყვი რომ თითქმის ერთად გავიზარდეთ, იმიტომ რომ მე იმდენად პატარა ვიყავი, 20 წლის 3 შვილი მყავდა უკვე და ერთად მოვდივართ, ანუ ჩვენ ერთმანეთის მხარდამხარ, როგორც დედაშვილი, როგორც დები, როგორც მეგობრები და არ ვიცი მოკლედ რა და ესე ვარ. შვილიშვილები მყავს 6 შვილიშვილი, ულამაზესები, უნიჭიერესები და მართლაც მადლობა უფას ამ ბედნიერებისთვის. თან 37 წელი გვისრულდება ჩვენი ოჯახური თანაცხოვრების მე და დათოს ჯვრის წერის 37 წელი გვისრულდება 4 იანვარს, პატრიარქის საყდრების დღეს. და ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებულად არის გამორჩეული ჩვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ უბრალოდ არაფერი არ ხდება, შემთხვევით არაფერი არ ხდება, რაღაცა არის ღმერთის ხელდასმა, არის უფლის წყალობა და აუცილებლობა და მისი გზა. ძალიან რთული არის 3 შვილი გაზარდო, ჩვენ მარტო ცხოვრობდით, არაჩვეულებრივად მეხმარებოდა, რა თქმა უნდა, დედა თავისებურად, დედამთილი თავისებურად, ყველა, მაგრამ ოჯახი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, სადაც ყველა ნერვი შენს ხერხემალზე გადის. ყველაფერი გადის შენ ხერხემალზე, ანუ შენ უნდა შეძლო ოჯახი უნდა ძლიო. ძლიო ეს გზა და ყველაფერი.
მე ვისურვებდი ცის თაღზე მტრედებს, აფრენილს თქვენი სიყვარულიდან. გზებს ვინატრებდი უსასრულობის თქვენთან სავალი სიმარტოვიდან. მე ვისურვებდი სულის სიმშვიდეს. სადღაც 64-ის სამალავიდან, სადაც არ ვიცით რა სიცოცხლე და პეიზაჟებს ხატავთ მიწიდან. ეს ლექსი. თქვენი წიგნი გამოვიდა, თუ არ ვწდები ნათია ჯიმშელეშვილია რედაქტორი. კი, ნათია. ნამდვილად მადლობა იგივით, თუ არ უდიდესი მადლობა. მილიონი გამოვიდა და მე ნახე, მე მგონი ვიცანი ახლა ეს თვითონ ჟურნალი და აქ დაიბეჭდა თქვენი ლექსები. ბატონი თეიმურაზ ლანჩავას ძალიან დიდი, რა ვიცი, ძალისხმევით და უღრმეს მადლობას გადაუხდი ყოველთვის, იმიტომ რომ ესე არ ხდება. მივხვდით პირველი ნაბიჯია, მართლა ღმერთის წყალობა არის, მაგრამ კარგ ადამიანს შეხვდე, გადაეყარო და დაგიფასოს შენი ნაშრომი, ნამუშევარი, ესეც ცოტა გართულდა ამ პერიოდში. მადლობას. არ ამბობს ვარს ნიჭიერი ადამიანის მხარდაჭერაზე. ხალი წელი შემობრძანდება. კარს შემოგვიღებს ისევ ხალისით. კიდევ მრავალი ბედნიერი დღეს შემოანეთებს როგორც აისი, იმრავლოს ქვეყნად გოგო ბიჭებმა, ფუძე დალოცოს მაღალმა ღმერთმა. ცაზე მშვიდობის მტრედებს ხედავდეთ, რომ არ გვაწვიმდეს ღრუბლების სევდა. ტოლსტოი მიყვარს, მისი მოგზაურობის შესახებ შემხვდა ასეთი ეპიზოდი მისი ცხოვრების, როდესაც საქართველოში იმოგზაურა, მაშინ თქვა, რომ როდესაც საქართველოში ვიმოგზაურე, მე გავხდი უკეთესი. მე ამ საქართველოს ვინატრებ და ვისურვებ, როდესაც ქართველი იტყვის ამას თავის ქვეყანაზე, რომ მე ჩემს საქართველოში რომ დაბრუნდებიან ან არ წავლენ. მივხვდით ემიგრაციას ხაზგასმით აღნიშნა, მე საქართველოში ვარ უკეთესი. ჩემ ქვეყანაში ვარ უკეთესი. არა იქ, არა დაუშვათ ემიგრაციაში. ესე იყო ლესია უკრაინკას. ამონარიდები მაქვს შენახული. კი, მე თუ რომ მკითხონო რა ეროვნების სახარო, აი მაგალითადო მე მომწონსო უკრაინელი რო ვარ, ბუნებრივიაო, მაგრამ თუ ეროვნება უნდა შემეცვა, აუცილებლად ვიქნებოდი ქართველიო. ეს არის მისი ჩანაწერები. აი ლესია უკრაინკის ქუჩა მოკრძალებული პატარა ქუჩა არის და ოჯახების რაოდენობაც არის მცირე, რა თქმა უნდა. ისეთი სიყვარულით გამოირჩევიან, საოცარი რაღაც ისტორიები აქვს, ისეთი რომ ამინდი იქმნება ქალაქში, რაღაცა მოხდება, რა ხდება ლესიაზე, ლესია უკრაინა. აი ესეთი ჟღერადობითაც როგორი არის, თითქოს და აი გაჟღერდება თანხმოვნებისა და ხმოვნების თანხვედრა ლესია უკრაინკა და თითქოს და აი მხიარულება და ჟრიამული. იყო პერიოდები, ახლა ჩავერთე, შემორჩა ჩავერთე ხა ლელავე ვეღარ მოვთქვი, იყო პერიოდები საქართველოში აი 9 აპრილი და რაღაცა და ცოტა ეკონომიურადაც რომ მჭირდათ. ერთი ულუფაც აი რომ ვიტყვი, მეგობარი ერთი გობიდან მირთმევიდნენ რომ ამბობენ. ესე იყო, სწორედ ესე ხდებოდა აქ, რომ ლესია უკრაინკაზე ამ ქუჩაზე ყველა ეთაბა შენ რა გაქვს და ყველა ერთად სიყვარულით, ერთმანეთის ბედნიერება რომ მხარიათ, ერთმანეთის კენრი რომ გუთანი. საოცარი. აქ ყველას ერთი სიხარული აქვს და წუხარებაც იშვიათად არის ამ ქუჩაზე, სულ სიხარულები და ბედნიერებაა და აი სწორედ ამ ქუჩაზე მოხდა ერთი რამ. ერთი ადამიანი ასაკში იყო და ექიმებმა უთხრეს, რომ თქვენი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ესე რომ მიტყვენ, ახლა ცოტა ქუთაისური იუმორსაც დავამატებ, რომ თითქოს დათვლილი არის ისა. ხო და აბაო, ამ კაცმა თქვა, მე ხომ უნდა გავშალო სუფრა, აი ამ ქუჩაზე მოხდა ეს. გავშლმე სუფრას, მეგობრებს მოვიწევ, ნათესავეს, მოვეფერებ ყოს. მე რა ვიცი, აბა ეხა ჩემ ხსოვნას რომ მიტყვენ, მე ხო ვერ გავიგონებო და გაშალა სუფრა და მოილხინა. ესე ლამაზად გაიცილა მისი თავი. ეს ძალიან მართლა მინდა რომ ცნობილი სპორტსმენი ბატონი მურთაზ ასათიანი, რომლის ფესვებზეც იზრდება ამ ძვირფასი ასათიანების შთამომავლობა და ღირსეულად აგრძელებენ იმ ტრადიციებს, იმ ყველაფერს, რაც
ქართულ ნამდვილ ოჯახს შეეფერება და დღეს ალბათ იმიტომ არის მნიშვნელოვანიც ასეთი გადაცემების ჩაწერა, რომ ასეთ მაგალითებს ახლა თქვენ რაც გაიხსენეთ, ეს ხო არ ხდება უბრალოდ. ესეთი რამები ხო არ ხდება უბრალოდ, ამას ხო ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს და დღეს დაინახავს ვიღაცა, მე ასე იქნებ სურვილი გაუჩნდეს, რომ სადღაც კიდევ გაიმეორონ ის ლამაზი ტრადიცია, ის ლამაზი და ქუთაისი ხო საერთოდ თავისი კოლორიტით გამოირჩევა, თავისი სტუმართმასპინძლობით გამოირჩევა, თავისი ადამიანების სიყვარულით გამოირჩევა და ალბათ შეჩერებაც ამ ოჯახს სწორედ ამან გამოიწვია, რომ მე ყოველთვის გვესმოდა ჩვენ ამ ოჯახის სტუმართმოყვარეობის შესახებ, ხელოვნების სიყვარულის შესახებ. აი თქვენს ოჯახზე გვესაუბრეთ. პირველ რიგში ძალიან მიხარი, რომ ჩვენ ოჯახში ხართ სტუმრად, მე დიდად არ მიხართ ეს ეკრანთან ურთიერთობა. ჩვენ ეხლა რადგან დაოჯახებულები ვართ, ცალკე ოჯახებში ვცხოვრობთ, ვხვდებით და ბოლოს ვიკრიბებით აქ. აუცილებლად, როცა ჩვენს ოჯახებში შევხვდებით, მე მოვდივართ და აქ აუცილებელი ტრადიცია არის ეს ბავშვებთან ერთად. მე ბებოსთან ჩამოვლა გვაქვს აუცილებლად კი. მე ჩვენს ბებოს ვესტუმრებით, როგორც ყოველთვის ბავშვობიდან მოყოლებული. მრავალრიცხოვანი. ეს არის ჩვენ. ბებოსაც ვარ. ილოცავთ მრავალ კაი დღეს ასწრებოდეთ მრავალი ახალი წელი თქვენს ოჯახებში ბედნიერად ჯანმრთელად. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის, ჩვენი ოჯახის დაფასებისთვის. ბავშვობიდან თაყვანისმცემელი ვიყავი ხელოვნების და უფალმა დამაჯილდოვა, რომ შვილი ხელოვანი, ძალი შემომივიდა ხელოვანი, პატარებს ყველას აქვს ნიჭი, ძალიან მიხარია და ძალიან ვამაყობ. მეკვლეობა ვიცოდით, რა თქმა უნდა. დიდი ამბით ველოდებოდით მეკლეს. ეხლა მანდამენს იმდენად რა ვიცი. და ჩვენ დროს ძალიან ძველად ძალიან ის ყურადღებას აქცევდნენ ამას. მეკლერასაც ქვია 14-ში და ამ დროს აი ჩვენ ხო ნაძვისხეს ხო ვრთავთ არა და ჩიჩილაკი ირთვება იმიტომ რომ ბასილ დიდის წვერს ამგვანებენ ამას და აი ამით ეს ტრადიცია არის ბასილის ხსენების დღე არის 14 იანვარი და ამ 14-ისთვის ესე იგი ეს ჩიჩილაკი უნდა იყოს ეს არის წმინდა სარიტუალო მაგრამ აი ძალიან ძვირფასი მისი გადაგდება არ შეიძლება ეს გექნება ან შეიძლება იცოდნენ სოფელში ხობეს ესე იგი ჭიშკართან გააკეთებდნენ მას ხო ჯვარი არის როგორც მართლმადიდებლური ქრისტიანულისა და ნენელა დაცვდებოდა მე მთელი წლის განმავლობაში წვიმაში ქარში ან სუფთად ბუხარში შეიძლება დაწვა და როგორ აი მე ეს ნაცარს მოაყრიდნენ ხიზიას ეს არის სიწმინდე და ამ ჩიჩილაკზე ბროწეული უნდა იყოს რო წითელი ფერი ჯანმრთელობასთან ასოცირდება შიგნი ეს მარცვლები რომ არის აი ბროწეული ეხა უკვე რაღაცნაირი გახდა თითქოს ეს სუვენირათაც გადაიქცა მაგრამ აი ამ ბროწეულში არის ესეთი რამ ჩადებული ის მარცვლები ესე იგი როგორც თქვენ გამრავდით და ხართ ესე მრავალრიცხოვანი პირველი დალოცვა ხო ბიბლიიდან მოდის აღორძინდით გამრავლდით და აღავსენით ქვეყანაო ვითარცა ცაში ვარსკვლავი და სხვაზე ქვიშაო ესე არის და როგორც ბროწეულში ხო არის ბევრი მარცვლები არის ეს ბროწეულიც უნდა იყოს ჩიჩილაკზე და გამრავლების სიმბოლო და ჩვენი კამფეტები მაშინ ჩუჩხელები იყო ესე ჩირები და ამით ამკობდნენ რომ სიტყვა ყოფილიყო დიდი მადლობა ქალბატონ ლელა მე ახლა აქ უყურებ ჟურნალს სადაც ლესია უკრაინკას იაწერია ჩვენი ბავშვები ჩვენ რო ბავშვები ვიყავით იმ დროინდელი ჟურნალი ამ ქუჩიდან ბავშვები ლესია უკრაინკის ქუჩიდან რაღაც ამ ვარიანტში ჩვენ ძალიან აქტიური ბავშვები ვიყავით სხვადასხვა და ეს ჟურნალი გავაკეთეთ როგორც მახსოვს ან ჩვენ თაობას მოყვება რა კი ყველა ვართ თქვენ კი გვიცნობს ყველას ქუჩაზე და ეს არის ჩვენი ხელით გაკეთებული კი
და ლექსები, რაღაცა პატარა მონახაზები გვაქვს თავისი სურათებით დართული. თან თითოეული ბავშვის ბავშვობა მე ერთად გადაღებული, აი ყველაფერი არის გაერთიანებული. დღესაც მიხარია რომ ამ თაობას ეს პეცი ქონდა. რომ მათ იცოდნენ, საცხოვრობდნენ მის ქუჩის სახელწოდება და ანუ არაზოს დააღებდნენ, ასე რომ ვაი მე არ ვიცი და რაღაცა. ესენმა იცოდნენ, აქ უწერიათ ყველაფერი, დღიურების სახით აქვს შევსებული. ასე რომ ეს თაობა ჯერ კიდევ კიბერნეტიკას არ ეკუთვნოდა და მე ვარ ამით ბედნიერი. ეს უბანით საფიჩხიაც არის კიდე გამორჩეული და კიდევ ერთხელ ლესია უკრაინკა კიდე ფანტასტიკური. მოდი ერთი რამაც მაპატიმრე შეიძლება გადავაჭარბე, მაგრამ მინდა თქვენ სათქმელი მინდა, აი ვერ დავიტოვებ უთქმელს. ეს პროზაული ჩანახატი ეკუთვნის ჩემს უსაყვარლეს, უერთგულეს და ერთადერთ მეგობარს ცხოვრების გზაზე და მინდა როგორც ჩემი გზავნილი საშობაო, უბრალოდ მინდა რომ იყოს ყოველი გათენება ჩვენ ესეთი წერილობით შეხება გვაქვს ერთმანეთთან. ჩემი რძალი რომელიც მონასტერშია წასული და ჩვენ ხორცელად ერთად აღარ. ყოველი გათენება ღვთისასწაულია. ეს ის სიტყვებია, რომელსაც მონატრებულები ისეთი დადის ამაო მიწაზე, მისი მადლიანი ცის მზერითაც უხვად რომ შეგიგრძნია სამყარო. აგრერი რა ხურავს თავს და უკუნისამდე წყალობს დღეღამისობას დედამიწაზე. არაფერია მიუწვდომელი ამ ქვეყნის ზურგზე სინატიფის და მადლიანობის გარდა შენს სულსა და გულში რომ დაივანებს შობის სიხარულს და მიულოცო მინდა აქეთა. მარადიული სამყოფელის გზაზე გასამტკიცებლად. რომ რაღაც თქვენი მუსიკალური მხარეც დავინახოთ და თქვენ წერთ მხოლოდ თქვენს ლექსებზე თუ სხვაზეც დაგიწერიათ და ჩვენ მადლობა გადაუხადოთ ქალბატონ ვენერა სვანიძესაც, რომელმაც სულ ახლა ხარ უღრმესი მადლობა, ულამაზესი კი სიმღერა შექმნა ჩემს ლექსზე ქუთაისზე, აი ვერ არ მოვა ის მუზა თუ შეყვარებული არ ახარ შენს ქალაქზე და თუ აი სიტყვებმა და სტროფებმა აზრამდე არ მიგიყვანა, სადაც იკვეთება პოეზიისა და მუსიკის მელოდიის დახვედრა. და აი რაღაცა დავემთხვით და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ამ სილამაზის შექმნისთვის და ალბათ მე მგონი გახიტება კიდეც და თებს შეისხავს ქალაქს. თქვენ როგორც სიკარგე შემოქმედებაში მე ვიცი რომ თქვენ ხართ აღმსარებელი, თქვენ ხართ მაზიარებელი, ქრისტიანული ოჯახის დედა ძალიან მნიშვნელოვანია. ქართლის დედასავით ჭირდება დღეს საქართველოს ასეთი სამაგალითო დედები, რომლებიც ამ ხშირად ამბობ თქვენ ბავშვები უნდა წავიყვანო და ვაზიარო. ამაზე დიდ მადლს ვერ გააკეთებ ბებო, დედა, ოჯახის ქალი რომ შვილებს ქრისტიანულად ზრდი, ოჯახის სიყვარულს ასწავლით. არ ვიცი, ახლა ეს ყველაფერი საერთო ჯამში ყველაფერი მე უკვე გარედან ლამაზი ჩანს და შიგნით ეს შიგნით ოჯახში იჭედება ეს ყველაფერი ლამაზად. ქუთაისი სიყვარულის ქალაქია. აქ ფოთლებით ლექსებს წერენ რითმიას და რიონიც კი გარითმულად დუდუნებს და მოდით ახლა ქართულ სიტყვას ჩვენებურს და ომახიანს კაცმა კაცის ენაიცის სიტყვა გაუტეხელია ვადღეგრძელებ ხვავს და დოვლაც მიწას ხელით ვაჩნია ქართულ გენს და ქართულ მანდილს სულის სისპეტაკე ქვია მადლი ღვივის საძირკვლებზე წმინდანების ნაშენია დაგველოცოს ვაზი, ჯიში, ჭურები და მარნებია. გულმა გული შეიცნოს და სიყვარული ამას ქვია. ბრავო. სწავლისა მინდას ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. აბარა. ყველას მინდა მოგილოცოთ ახალი წელი. გისურვოთ სიმშვიდე, ჯანმრთელობა, საქართველოს სიძლიერე
და თუ კი რაიმე საუკეთესო შეიძლება ყველაფერი რომ მოგვიტანოს 2026 წელმა. ეხლა მე ვარ საზოგადოებაში, სადაც თითოეული განსაკუთრებულად მიყვარს ადამიანი. და ეს ჩვენი ურთიერთობა არ არის დღევანდელი და გუშინელი, ეს საკმაოდ დიდი ხნის ურთიერთობებია. დღემდე მოვედით სიყვარულით, დავიწყეთ სიყვარული ჩვენი ურთიერთობები და მოვდივართ სიყვარულით ჩვენი ურთიერთობები. ამ პატარებს გაუმარჯოს ლელას 6 შვილიშვილი და ლელას და დათოს, ესე იგი 6 შვილიშვილი ყავს. რა შეიძლება ახლა ამაზე უკეთესი და ამაზე საუკეთესო იყოს ოჯახში. ბედნიერებას უსურვებ, ჯანმრთელობას უსურვებ, შემოქმედებით წინსვლას უსურვებ. ნუ ყოველივე კარგს უსურვებ, მოკლედ. ყველას გეფერებით, ყველას კოცნით, ყველას გისურვებ საუკეთესო ცხოვრებაც, ნუ რაც კი არსებობს, ყველაფერს საუკეთესოს უსურვებ ამ ჩემს უახლოეს მეგობრებს. აი ეს არის ლელას საბავშვო კრებული მზიანეთი და ულოცავთ ამ ახალი წიგნის შემობრძანებას და იმედია კიდევ და კიდევ ახალი სამი ბიოლოგიური შვილი ყავთ და ეს მეოთხე თქვენი სულიერი შვილი და იმედია რომ კიდევ უფრო ბევრი იქნება. ქუთაისი, მაისების, აისი და დაისია სავარდოდან მოგიწვევენ ლექსის კოკრებს გაგიშლიან. სავარდნაროდ, ბოდიში, სავარდნაროდ, ნახე როგორ ენის გასატეხივით ლამაზის სავარდნაროდ მოგიწვევენ ლექსის კოკრებს გაგიშლიან. აი ეს არის ძალიან საინტერესო კრებული და იშვიათად იწერება საბავშვო ლექსები სხვათა შორის, მაგრამ ალბათ ეს შვილიშვილების სიმრავლე კიდევ ახალი მუხტია საბავშვო ლექსების წერისთვის. მრავალ ახალ წელს ხვავი ბარაქად აგბედებოდეს, ჯანმრთელობა და სულის სიმშვიდე უფლის წყალობით არ მოკლებოდეს, იხაროს ჭერმა ქართული გენი საქართველოსცა მუდამ ბრწყინავდეს, შობა კალანდას ქრისტე შობისთვის ძალა და მადლი მუდამ ფარავდეს. მრავალ ახალ წელს თქვენს ოჯახს და სიმრავლე ასეთ ღირსეულ ოჯახებს, როგორ ოჯახში ჩვენ დღეს ვიმყოფებით და ვიდრე ასეთი ლამაზი ოჯახების, ასეთი გამრავლებული სახეები და ლამაზი სახეები იქნება, მზიანთებული კვლავაც ინათებს, ცეცხლად იელვებს მისი მშვენება, ქართულ მიწა-წყალს მტრების ჯინაზე არ უწერია გადაშენება. მრავალჟამიერ, ახალ წელს თქვენიც ერთმეტი, ხო, გილოცავთ. ქალბატონო ნარგიზა გილოცავთ. ჯიშო, ქართული სულო, ყველაც ხმაურობ ციდან მიწამდე. თქვენი წისვლის და დიდების იყოს მარადშამს დიდხანს უყურისამდე. ესეთი ჟრიამული ყველა ოჯახში, ესეთი ბედნიერი ახალი წელი ქართველების გამარჯვებით, წარმატებით ყოფილიყოს. ინებოს უფალმა. ამინ. ამინ. ცოტამდე გახაწოთ მშვიდობიანი, ხოვიანი და ბარაქიანი წელი ყოფილიყოს ეს ყველა ადამიანისთვის, რაოს და ეს წარი. ხატს მოაქვს სურნელი წიწის, ღვინით ავსებენ ცარიელთ ასებს, ბუხაში შეშად კაცანი თიწის და მორთულ ოთახსით მოთი ავსებს, სულ ყველა ნატრა, თუნდაც სირედი, ახტება გულში თუ კი გაქვს წმენა, ახალ წელს მოაქვს ბევრი იმინდი და უსასრულო ფიფქების წმენა. გორა, წომა საფიჩხია, ბალახვანი სასტავა, საფიჩხია, ყველა ჩასასტავა.